მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და მივესალმებით ასევე ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-სპიკერმა მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე განაცხადა. ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზა ლიბერალიზაცია და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ამასთან პრეს-სპიკერმა გაიმეორა ორეტაპიანი მიდგომის შესახებ და აღნიშნა, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ორეტაპიანი მიდგომაა. პირველი ეტაპი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება. ასევე არის შესაძლებლობა გარკვეულ მომენტში თუ უკუსვა გაგრძელდება, თლიან მოსახლეობაზეც გავრცელდესო, განაცხადა მან. ანუ როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს შეუჩერდება თუ ვიზო მიმოსვლა, თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იგივე კურსს, შეიძლება მერე ყველას შეგვიჩერონ. ამავე დროს საინტერესო განცხადება გააკეთა ილჰამ ალიევმა, ჩვენთვის სამწუხარო, სომხური მხარისგან მივიღეთ მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დასაშვებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანულ მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდებაო, ამბობს. ის ამბობს, რომ ტვირთები საქართველოს გავლით აღარ გაივლის, გაივლის აზერბაიჯანის სომხეთი და სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით. გიორგი ტუმასიანი პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი და დავით გუნაშვილი საჯარო მმართველობის სპეციალისტი არიან ჩვენი სტუმრები. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ როცა დაკვადიჭეთ განაცემაში, თქვენთან საუბარს ვაპირებდი შიდა პოლიტიკაზე, ძირითადად პროტესტზე, მის პერსპექტივაზე და ამაზეც ვისაუბრეთ აუცილებლად, მაგრამ მანამდე მინდა კომენტარი გთხოვოთ. გიორგი, შენგან დავიწყებ პირველ რიგში აი ამ ამბავზე რა განცხადებაზე ალიევის, რომ ტვირთები ახლოს მომავალში არა საქართველოს გავლით, არამედ სომხეთის გავლით გავა და სომხეთიდან რუსეთშიც, როგორც მივხვდი, ამაზე საუბრობს ალიევი, ამ სომხეთიდან რუსეთში მიმავალი ტვირთებიც არა ლარსზე, არამედ აზერბაიჯანზე გაივლის. მოგესალმებით, მერაბ, მივესალმები მაყურებელს და მსმენელს და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამ ეთერში თქვენთან მრავალჯერ გვისაუბრია სწორედ იმაზე, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად უპრეცედენტო ზიანის მიყენება ხდება საქართველოს რეპუტაციისთვის, საერთაშორისო სანდოობისთვის, ამავდროულად ლოგისტიკური კავშირების მიმართულებით, აი ნდობის და პარტნიორობის ფორმატების მიმართ, რომელიც დიდი ხანია არსებობს. ამის ნათელი მაგალითი იყო კვირეების წინ, როდესაც აზერბაიჯანულ მედიაში იყო ცნობილი სკანდალი და პრაქტიკულად გარკვეულწილად მუქარევი აი ამ ტრანზიტის ნარატივში რიტორიკა ბაქოდან. ჩვენ ნახეთ ამავე სტატიებში ინფორმაცია, რომ 2025 წლის გაზაფხულიდან აზერბაიჯანული და ასევე სომხური მიმართულებით და ეს ძალიან ბევრი შიდა წყაროდანაც ვიცი, საქართველოს ხელოვნურ დაბრძოლებებს ქმნის ეკონომიკური ვაჭრობის მიმართულებით. ამავდროულად ხელოვნური დაბრძოლება იქნებოდა და რა მიზნით? მთელი ჩამონათვალი არის პროდუქტების, გინდ სომხეთიდან, გინდ აზერბაიჯანიდან, ექსპორტზე, იმპორტზე და ტრანზიტზე, რის მიმართულებითაც არის ხელოვნური დაბრძოლება. შეგიძლიათ ნახოთ, იქ არის ტრანზიტის შეჩერება, ამ დაჯარიმებები, გარკვეული პოლიტიკური შინაარსის, როგორც ამას ერევნიდან და ბაქოდან ხედავენ, შეზღუდვა. რატო ამის მიზეზი რა არის? დიახ, მიზეზი ახლა, როდესაც ჩვენ პროტესტში მათ შორის, როდესაც შიდა პოლიტიკურ საკითხში ვაცხადებთ, რომ საქართველოს დღეს არის რუსეთის გავლენის ქვეშ და საქართველოს მართველი ძალა ამ მომენტისთვის ქართული ოცნება რუსეთის ინტერესების გამტარებელ ძალად არის ჩამოყალიბებული. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ამას უყურებს როგორც მხოლოდ შიდა პოლიტიკურ ბრძოლას, რაც ნამდვილად ასე არ არის. ეს არის მათ შორის საგარეო პოლიტიკური მდგენელის მქონე მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნების და მარშრუტების მიმართულებით არავისთვის სანდო არ იქნება. საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, და აი ჯერ საქართველოს გუნდის პოზიციაც ეგ არის, რომ არ ეფუძნება
ასე ვთქვათ, იმ ტრადიციულ ჩვენ წარმოებას პირობითად, რომელიც ჩვენ შეიძლება ადგილობრივი კონდეს, მაგალითად, ხო, საქართველოს არ შეუძლია ღვინის მეშვეობით კონდეს გეოპოლიტიკური როლი დედამიწაზე. გასაგებია ეს, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სოფლის მეურნეობის მიმართულებაა, მაგრამ საქართველოს როლი გეოპოლიტიკური არის სწორედ ამ ტრანზიტში და ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად ჩვენ კარგავთ სანდოობას, რეალურად ყველა მოთამაშე პირველ რიგში დასავლეთიდან შეერთებული შტატები, ევროპა, ისევე როგორც ადგილობრივი თურქეთ-აზერბაიჯანული ცენტრალური აზია, ახლა უკვე ხედავთ თავად სომხეთის, რუსეთის მიმართულებით, კარგავენ ინტერესს საქართველოს მიმართ, რომ აქ გაატარონ ეს ტვირთები და ჩვენ თუ კარგავთ ამას და ილჰამ ალიევის განცხადება, რომ სომხეთის გავლით წავა ის ტვირთი, რომელიც საქართველოზე მიდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კარგავთ ამას. და შესაბამისად, ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ დღეს ქართული ოცნების პოზიცია არის ჯერ რუსეთის ინტერესები და ჩვენ გვჭირდება საქართველოში ჯერ საქართველოს ინტერესი და ჯერ საქართველოს ინტერესი ამ კონტექსტში აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ აღვადგინოთ კავშირები დასავლეთთან და ჩვენ მეზობლებთან ისეთი ურთიერთობები ავაშენოთ, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება, იმიტომ რომ ამ კონტექსტში ეს ტრანზიტი ნიშნავს მრავალ მილიარდიან შემოსავალს საქართველოს და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და ნიშნავს უსაფრთხოებას, რადგან ეს ლოგისტიკა, ენერგეტიკული ტრანზიტი და ასე შემდეგ ჩვენს უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მდგენელია. დღეს ვკარგავთ უსაფრთხოებასაც, ფინანსურ მდგენელსაც, რეგიონალურ ბერკეტებსაც, იმიტომ რომ აზერბაიჯანული ტრანზიტი, სომხური ტრანზიტი, თურქული ტრანზიტი, ახლა ჩვენი გავლენაც არის ამ ქვეყნებზე. ამ ყველაფერს კარგავთ ქართული ოცნების პოლიტიკის გამო და როცა ვინმე ამბობს, რომ ქართული ოცნება სახელმწიფოებრივ და ასე ვთქვათ, ეროვნულ პოლიტიკას ატარებს, ზუსტად ამით მტკიცდება, რომ ეს ასე არ არის. კი ბატონო, თქვენ რუსეთს გაშეგიძლიათ თავით ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიც რომ ახლა ეს სატრანზიტო ფუნქცია დავკარგოთ ჩვენ. ისე თუ ჩვენთან აქ იქნება, რეჟიმი დამკვიდრდება და ჩვენ ვიქნებით, შევსრიალდებით, ასე ვთქვათ, რუსეთის ორბიტაზე და ერთადერთი ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობა აღმოჩნდება რუსეთი, იმიტომ რომ რუსეთის გავლენა სრულად და ბოლომდე, ასე ვთქვათ, იქნება ჩაიღრება მთელს ჩვენს მმართველობაში და ყველა იმ რეალიაში, რომელიც სოციოეკონომიკურ ყოფას განსაზღვრავს ამ ქვეყანაში და პოლიტიკურს ასევე. მაშინ რა თქმა უნდა, არანაირი ფუნქცია ჩვენ აღარ გვექნება, რა ფუნქციას და რა დატვირთვაც რუსეთს ექნება მსოფლიო პოლიტიკაში, იგივე დატვირთვის ნაწილი გავხდებით ჩვენ და ამაში კარგი არაფერი არ არის, არც კარგი არაფერი ემუქრება რუსეთს. იქედან გამომდინარე თუ რა მდგომარეობაში არის და რა პროცესში იმყოფება და ჩვენ მით უმეტეს ახლა, როდესაც ასე ვთქვათ, ვიქნებით არ რუსეთის ორბიტაზე არა როგორც მისი სრულფასოვანი პარტნიორი. თუმცა რუსეთთანაც როგორც ჩანს ივანიშვილს არც ბოლო დროს არ აქვს კარგი ურთიერთობა, იმიტომ რომ რუსეთთან რამდენიმე პრეტენზია წამოვიდა, ვნახეთ, ხო, საზღვარზე ხალხს არ უშვებენო, იმ ვისაც ვთქვათ დონბასში აქვს პასპორტი აღებული, რამდენიმე მკაცრი განცხადება გაკეთდა იქედან. გუშინ შათირიშვილმა ივანიშვილის პირადმა ფილოსოფოსმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ამდენი ხანია სულ დასავლეთს და deep state-ს ლანძღავს და ბოლოში უკვე რუსეთისკენაც რუსეთის ბოსტანში ისროლა რამდენიმე კენჭი და დაწერა რომ რაღაცა რუსეთიო თავის მოკავშირეებს ვერ იცავს და კითხვები ჩნდებაო, იქ მადურო აახიაო დასავლეთმაო, აგერ ბაშარ ალ-ასადი გაიქცაო, მანამდე იანუკოვიჩი ჩამოაგდესო და რა ხდებაო, კითხვები გვაქვს რუსეთთან დაკავშირებითო და ამ ხრივაც რაღაც მე მგონი თლად ბოლომდე წესრიგში არ არის საქმე რუსეთისა ივანიშვილის ურთიერთობაში. მე ხშირად ამბობ ხოლმე და ესე მჯერა, მანამდე ცოტა სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ დავაკვირდი მოვლენებს და აი ამ ქცევას, რასაც ეს რეჟიმი ავლენს, ესენი ეტენებიან რუსეთს და რუსეთის თანასწორი რაღაცა პარტნიორობა და მოკავშირეობა ეგეთი რაღაც არ არსებობს. შენ ხარ რუსეთის მორჩილი. თუ ხარ მასთან რაიმე, ხარ მისი მორჩილი, მისი რაღაცა პატარა რაღაცა, ასე ვთქვათ, გუბერნია. ხო, გუბერნია რა, ის თანაბრად და თანასწორად შენ არასდროს არ აღიქვავს და შესაბამისად არც შენი ინტერესები იქნება მისთვის ისევე გასათვალისწინებელი, როგორც საკუთარი მოსახლეობის ინტერესები. შენ ხარ მისთვის ინსტრუმენტი, მორჩა და დამთავრდა. და ამიტომ ეს არის რუსეთის ფუნდამენტური დამახასიათებელი, ხო? და შესაბამისად ახლა ბიძინა ივანიშვილმა იმისათვის რომ აქ ტოტალური კონტროლი დაგვიმყაროს, იმიტომ რომ მას რაღაცა უნდა ჩვენგან და მაგი გასარკვევია რა უნდა საბოლოო ჯამში ამ პიროვნებას ჩვენგან, მაგრამ აშკარად ის რაც მას უნდა რეალურად შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან, ასე ვთქვათ, ახლო თანაცხოვრების პირობებში და რუსული რეჟიმის
მხარდაჭერის პირობებში და არა ევროპული ყაიდის ქვეყნის მშენებლობის პირობებში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მანდ იყო თანხმედრა, მაგრამ რუსეთი არასდროს არ მოექცევა ივანიშვილს ისე რომ ასე ვთქვათ, ეს იყოს რაღაცა თანასწორუფლებიანი ურთიერთობა. და აქედან გამომდინარე, ეს ილუზიები შეიძლება ნელ-ნელა ივანიშვილს ემსხვრევა კიდევაც. და ვნახოთ ახლა როგორ იქნება და რა იქნება, ახლა შათელაშვილი. იმიტომ რომ ბოდიშიც კი მოუხადა სეპარატისტებს, გვახსოვთ, ხო, წინასაარჩევნოდ. ამაზეც კი წავიდა, რომ წინასაარჩევნოდ ხმამაღლა სეპარატისტებს, ოსებს და აფხაზებს ბოდიში მოუხადა და ალბათ ელოდა რუსეთისგან, რომ რაღაც მცირე ნაბიჯი იქნებოდა ამ ტერიტორიული პრობლემებთან დაკავშირებით. ხო, ახლა აფხაზებს და სამხრეთოსებს უარ დაგვიბრუნებდა ეს ალბათ ივანიშვილსაც ესმოდა, მაგრამ ნუ რაღაც ისეთი საჩვენებელი ნაბიჯი მაინც რომ მას აქ ეთქვა რომ აი რუსეთთან, მაგრამ რუსეთისგან ამის მაგურად მიიღო განცხადებები რომ თქვენ უნდა აღიაროთ ახალი რეალობა და აღიაროთ აფხაზეთს და სამხრეთოსებს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფო. ის ისეთი რეჟიმი არის, რომ მისი ინსტინქტი ისეთია, რომ რაც მეც დაუთმებ, მეც წაიღებს. ანუ ის შენ არ დაგიფასებს არაფერს არასოდეს. შენ თუ მას რაღაცას უთმობ რეალურად აი ესეთი, ასე ვთქვათ, და უკან არაფერს არ ითხოვ, ხო? და ანუ ამის ბერკეტიც არ გაგაჩნია, რომ რამე მოითხოვო, ხო? ის ამას სისუსტედ გითვლის და წმინდა ძალის დინამიკიდან გემუშავება და როგორც ჩანს, აქ ბოლომდე გათვლილი ივანიშვილსა, ბევრი რამე ვერ გათვალა ივანიშვილმა საერთოდ. ქართულ ხალხთან მიმართებაში ვერ გათვალა, ამაზე კიდევ ვისაუბრებთ ალბათ, მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს ის მოცემულობა არ არის, რომელსაც ეს რეჟიმი მოელოდა რუსეთის მხრიდან და ამას კიდე გააგრძელებენ ხა ესენი მცდელობას, იმიტომ რომ დანარჩენი ყველა ხიდები ჩაჭრილი აქვს. ნახავთ რა იქნება, აგერ ევროპის თანმიმდევრული პოლიტიკაც ნელ-ნელა მოიწევს ჩვენსკენ და ჩვენს დასაზიანოთ ხა რა თქმა უნდა. ხო, ნუ ეს ვიზების თემა კიდე ცალკე არის, რამდენად შეიძლება რეალურად დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. უვიზო მიმოსვლა. ჯერ ეს დიპლომატიურ პასპორტებს ეხება როგორც მივხვდი, მაგრამ ასეთი ტემპით, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლასაც დავკარგავთ და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ავტორიტარიზმისკენ აქტიური ტემპით სვლას, მაშინ ბუნებრივია, რომ ევროკავშირისთვის ასეთ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა საერთოდ არ ჭირდება და აქ კიდევ დიდი კითხვა არის, მათ შორის აი არაბულ დასახლებას რომ ქმნიან საქართველოს ტერიტორიაზე, თან ორს, თბილისის სამხრეთით და ბათუმის სამხრეთით. რეალურად იქ ხო გასაგებია, რომ უმრავლესობა იქნება უცხოელი. და ეს უცხოელები მათ ექნებათ შესაძლებლობა მოქმედი კანონმდებლობით რომ მიიღონ პრაქტიკულად მოქალაქეობა გარკვეულ პერსპექტივაში, იმიტომ რომ ეს ინვესტიციას გულისხმობს, საკუთრებას გულისხმობს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ევროპისთვის გარკვეული კითხვაც არის ზოგადად, ანუ რამდენად საქართველოს შეიძლება იყოს კარიბჭე გარკვეულწილად ასეთი მოქალაქეობის მიღების ფონზე, ანუ უვიზო მიმოსვლა ქართველებზე, ანუ საქართველოს მოქალაქეებზე მოქმედებს, თუ რეალურად ივანიშვილს შეიძლება კვიპროსი აქციოს, გახსოვთ კვიპროსზე რომ რუსები მიდიოდნენ და იქ იღებდნენ მოქალაქეობას და მერე დადიოდნენ ევროპაში. ანუ ასე რომ ეგ კომპონენტიც აუცილებლად არის და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ინტერესები, თუნდაც მაგ პროექტის კონტექსტში, უვიზო მიმოსვლის კონტექსტში ძალიან მარტივად უნდა ვთქვათ, რა არის ხელისუფლების მიზანი ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაში. საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა. არის თუ არა ქართული ოცნების მიზანი საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა? არ არის. ქართული ოცნების მიზანი არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, რომლისთვისაც ახორციელებს პროპაგანდისტულ ისეთ ქმედებებს, რომელიც საბოლოო ჯამში დღეს სად ვართ? აი მაგალითად ტრამპმა შექმნა ეს მშვიდობის საბჭო. ყველა ქვეყანა დაპატიჟა პრაქტიკულად რეგიონში საქართველოს გარდა. სად არის საქართველო? აზერბაიჯანი რომ აცხადებს, რომ აქ ტრანზიტი არ გაივლის, სომხეთსაც სურს, რომ უკვე აზერბაიჯანთან პირდაპირ საზღვარი გახსნას და საქართველოს გავლით არ იყოს. სად არის საქართველო? საერთოდ რომელ პლატფორმაზე, რომელ დისკუსიაში, სად ვისი მოკავშირე ვართ? ან ვინ არის ჩვენი მოკავშირე? აზერბაიჯანს აგერ თურქეთი ყავს მოკავშირე, სომხეთი აგერ შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან ძალიან აქტიურად ინდოეთთან ავითარებს ურთიერთობებს. სხვა ქვეყნები აი ახლა ტრამპმა შექმნა ღაზას მშვიდობის საბჭო, სადაც მიიწვია მე მგონი ყველა, არ ვიცი, პუტინი და ლუკაშენკოც კი, ალიევიც, აზერბაიჯანიც და სომხეთიც და საქართველოს ხელისუფლება აქაც არ მიიწვია. საქართველოს ხელისუფლება იმიტომ არ მიიწვია. ანუ პუტინი და ლუკაშენკო მიიწვია. პუტინი და ლუკაშენკო ამ შემთხვევაში არის მოწინააღმდეგე მხარე, ნუ გასაგებია უკრაინის, ღაზას კონტექსტშიც ახლა ვინც იცნობს მდგომარეობა, ძალიან კარგად იცის, რომ რეალურად ირანის მხარეს არის რუსეთი ბევრი მდგენელით, სააერო თავდაცვის სისტემები რომ ავიღოთ სულ მცირე ირანში.
ასე რომ ძალიან კარგად ესმის რომ მეტოქებს უნდა ესაუბრო. სომხეთი და აზერბაიჯანი გაჩნდა როგორც მნიშვნელოვანი რგოლი ახლა ცენტრალურ აზიაში ტრანზიტის და საქართველოს სად არის? ამ გეოპოლიტიკურ რუკაზე რა ფუნქცია გაგვაჩნია? ივანიშვილის ხელისუფლება მიზანმიმართულად პრაქტიკულად და ეს დაპირებაც ჰქონდა, ჩამოაშორა საქართველოს მთლიანად გეოპოლიტიკურ პროცესებს. მაგრამ ისე კი არ გააკეთა, რომ ეს რისკების მინიმალიზაციის მიზნით ყოფილიყო. არამედ რეალობას ვხედავთ იმას, რომ დღეს საქართველოს დარჩენილია მოკავშირეების გარეშე. მეორე მხრივ რუსეთიც არ არის ახლა საქართველოს მოკავშირე კი არა, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს ქართულ ოცნებასთან პირობითად და არანაირი კავშირებიც არ აქვს და კი ბატონო, არანაირ დათმობებზე არ მიდიან, იმიტომ რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებას. სწორად შეფასდა, რომ სომხეთის მაგალითი ხომ არსებობს. შენ რაც არ უნდა მოკავშირე იყო, რაც არ უნდა დაუთმო რუსეთს, რაც არ უნდა მისცე რუსეთს. რუსეთი არასდროს არ გაითვალისწინებს შენს არსებობას, იმიტომ რომ ამ დღეების განმავლობაში სოლოვიოვმა და დუგინმა პირდაპირ უთხრეს საქართველოსაც, სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც და ცენტრალურ აზიასაც თქვენი სუვერენიტეტი არ არსებობს, არ უნდა არსებობდეს. ჩვენ უნდა თქვენი ოკუპაცია მოვახდინოთ და პრაქტიკულად რაც გითხრეს. გასაგებია და ბოლოს აუცილებლად ამ შიდა ამბებზე ბოლო დროს ისევ დაიწყო საუბარი გაერთიანებაზე რაღაც პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ სპექტრს შორის და მაგრამ ბევრი ამას ისევ სკეპტიკურად უყურებს, იმიტომ რომ ამაზე სულ საუბარი არის. თქვენ აქტიურად ხართ ჩართული, ახლა ზურაბ ჯაფარიძე საუბრობდა, რომ პირველ რიგში სამოქალაქო სექტორთან, აქტივისტებთან არის საუბარი, ალბათ თქვენთანაც არის საუბარი. თქვენ ჩართული ხართ, რა პერსპექტივას ხედავთ ამ მიმართულებით? მე ვხედავ პერსპექტივას, ეს ცოტა სხვანაირი პროცესია, ვიდრე მანამდე ჩვენ გქონია. აქ არის საზოგადოებრივი პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს. ეხლა საზოგადოებრივის მხარეს, აქეთ მებრძოლ მხარეს, ჩვენი წინააღმდეგობის აქტიური მხარდამჭერების მხარეს, ჩვენ ეხლა ამ ბოლო პერიოდში ფოკუსის გასწორების რეჟიმში ვართ. მეტი ღიაობა არის ჩვენ შორის იმაზე, იმ თვალსაზრისით, რომ ასე ვთქვათ, ვხვდებით უკვე ძალიან ბევრი ადამიანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტრატეგია გვჭირდება ამ ბრძოლაში, რომ ეს ბრძოლა არის მეტად სტრუქტურიზებულად განსახორციელებელი, მეტად ორგანიზებულად, კოორდინირებულად და სინქრონიზებულად. ამიტომ აქ ძალების გაერთიანებაც არის საჭირო და ერთიანი აღქმით მოქმედება არის საჭირო. ეს საზოგადოებრივი მხარეს ეს პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისად იგივე ტიპის პროცესი მიმდინარეობს პოლიტიკურ ველზე. ანუ ჩვენ ყველა ვარიანტში გვჭირდება ორივე მდგენელი, საზოგადოებრივის და პარტიული პოლიტიკური მდგენელის გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ალტერნატივის სერიოზული ძალის ცენტრი ჩამოვაყალიბოთ და გამოვასხივოთ ის ძალა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენი მხარდამჭერი რესურსი და ასე ვთქვათ, საზოგადოება ბოლომდე დავამობილიზიროთ, რომ განვახორციელოთ ის ზეწოლა, რაც საჭირო არის ამ რეჟიმის ასე ვთქვათ, გასანეიტრალებლად და მათი იძულებისათვის, რომ იმ კრიტიკულ დათმობებზე წამოვიდნენ, რაც ჩვენ მიგვიყვანს ამ ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნებამდე. შესაბამისად, ანუ ეს მცდელობა არასოდეს არ გაჩერდება, ეხლა აქტიურ ვემზადებით, ასე ვთქვათ, შეთანხმებისთვის და ამისთვის ბევრი დისკუსია და დიალოგი მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ მე მაქვს პოზიტიური მოლოდინები ამ თვალსაზრისით. ეხლა ადვილი პროცესია თქო, ვერ ვიტყვი ნამდვილად, იმიტომ რომ ადამიანების გონებაში ასე ვთქვათ, პერსპექტივების დაახლოება უნდა მოხდეს. ბევრ ადამიანს აქვს სხვადასხვა პერსპექტივები, სხვადასხვა აღქმები, მაგრამ არის რაღაც ობიექტური რეალობა, რომლის ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე არის ასე ვთქვათ, რაღაცა შინაარსი, რომლის ირგვლივადაც ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ. ეს შინაარსი არის როგორ უნდა ვიბრძოლოთ, რა მეთოდებით უნდა ვიბრძოლოთ, რა გვჭირდება ამისათვის, რა რესურსები გვაქვს, რა ძლიერი და სუსტი მხარეები გვაქვს, სად არის ჩვენი შესაძლებლობები და სად არის საფრთხეები, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და ამავე დროს არის გარკვეული უნარები, რაც ანუ კოლექტიური უნარები, რაც უნდა გამოვიმუშაოთ ჩვენ როგორც წინააღმდეგობამ და რაღაც ტენდენციები, რაც უნდა შევქმნათ. აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ეხლა მიმდინარეობს რაღაცნაირი ძალიან კონსტრუქციული დისკუსია. და მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს. ეხლა ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ძალიან ბევრი დრო, ამას მუდმივად სამუდამოდ ესე ვთქვათ, რაღაცა განგზობიდათ ესე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ამავე დროს დამკვიდრების პროცესში არის. სანამ ჩვენ ამ უწყლობას ვინარჩუნებთ, იქ ბევრი რამე უჯანჯილდებათ მათ და ასე ვთქვათ, იქ ეგრე ადვილი არ არის, ბევრი წინააღმდეგობასაც აწყდებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ასე ვთქვათ, აქ სათანადო დროს თუ არ მივიღეთ ეს შედეგები და ძალის ცენტრი არ დავაორგანიზეთ, საბოლოო ჯამში დამკვიდრდებიან და აქ უკვე სერიოზული პრობლემა გვექნება. მაგრამ ჯერჯერობით ნორმალურად მივდივარ და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ოპტიმისტური მოლოდინები გქონდეს ამ თვალსაზრისით. მე პირადად მაქვს, აი შიგნიდან რასაც რამე ვადებისა შეგიძლია თქვა?
ვადებზე ხა მაინც თავს შევიკავებ, არა, დაახლოებით ახლა რამდენხნიანი ამბავია. მე ვისურვებდი, რომ აი თებერვლის ბოლოსკენ შეთანხმება უკვე იყოს დემონსტრირებული, ანუ ისე დონეზე იყოს, რომ საზოგადოებაში ამაზე ფართო მსჯელობა მიმდინარეობდეს და ეს მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია. უნდა უბრალოდ ყველა მხრისგან, ყველა მხარემ კარგად უნდა მოინდომოს, არის ეს მონდომება. უბრალოდ ამ ყველაფერს აქ რაღაცნაირი თავისებური ტემპი და თავისებური ხასიათი აქვს. ჩვენ ვართ ახლა დაქსაქსული საზოგადოება ვართ და ნახეთ ანუ ეს რაღაცა გაერთიანება და რაღაცა ერთობები არ გამოდის. ეხლა ჩვენ უბრალოდ უნდა მოვახერხოთ რაღაცა სწორ შინაარსზე შეთანხმება. და ეს შესაძლებელია ნამდვილად და ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ამ პერიოდში შეიძლება ეს გავაკეთოთ და აქ იმედი რომ მოვახერხოთ. შენ რას ფიქრობ, გიორგი? ახლა ჯერ საქართველოს ალბათ პოლიტიკურ პარტიად ადრე თუ ვინ გადაკეთდება, დღეს ჯერ ხართ პოლიტიკური ინიციატივა. თქვენ ხართ ამ კონსულტაციებში ჩართულები? ჯერ საქართველოს პირდაპირ არ არის ჩართული ამ კონსულტაციებში, როგორც ხდება ეს ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიები მათ შორის. ხო, მოქმედი არსებული პოლიტიკური პარტიები. თქვენ არც იქეთ ხართ, არც აქეთ. შუაში ხართ. ყველა ჩაერთვება ამ პროცესში, უბრალოდ პროცესი მიმდინარეობს და ჯერ არ მივსურვებთ. და არც პოლიტიკური პარტია არის დღეს, თუმცა ყველასთან კომუნიკაცია გვაქვს მაქსიმალურად ჭიდრო პიროვნულ დონეზეც, ორგანიზაციულ დონეზეც. გეტყვით, რომ ჯერ საქართველოს ძალიან აქტიურად ვითარდება, ძლიერდება და ჩვენი პოზიცია რომ ეს არ იყოს პოლიტიკური პარტია, მანამ სანამ არ იქნება სათანადო ასე თქვა წარმომადგენლობა და შესაძლებლობა რომ მოქალაქეებმა დაინახონ ამაში რეალური ასე თქვა ინტერესის წერტილი და დაინახონ რეალური ალტერნატივა და ხელშესახები განსხვავებული პოლიტიკური პროდუქტი ეს ჩემი აზრით არის ძალიან პრაგმატული არჩევანი, სწორედ ამიტომაც ჩვენ ეტაპობრივად მივიდივართ ამ მიმართულებით და უკვე ამ ეტაპზე ვცდილობთ ყველა ჩვენი ძალისხმევით ქართულ პოლიტიკურ და სამოქალაქო ველზე ხელი შევუწყოთ ყველა იმ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ სრულყოფილი პოლიტიკური ველი ჩამოყალიბდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ზოგადად ჯერ საქართველოს პოზიცია ის არის, რომ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ველის გაჯანსაღებული მდგომარეობა და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გაგვაჩნია და ჩვენ გუნდს ამის ამბიცია, რომ მნიშვნელოვანი როლი გვექნება აი ამ მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ სწორედ ისეთ გუნდს ვაყალიბებთ, რომელიც საჭირო არის ამ პოლიტიკურ რეალობაში და გარკვეულწილად შეავსებს მათ შორის იმ დანაკლის, რომელიც ამ მომენტისთვის, რომელზეც მე ერთიანობას რაღაც აი ასეთ რაზეც არის საუბარი, ყველას ერთად ერთი ძალის სახით წარდგენას ემხრობთ. მოდით სწორად შევაფასოთ. თქვენ სხვა ისა გაქვთ ასე თქვა შეხედულება. მოდით სწორად შევაფასოთ ერთიანობის კონტექსტი. ჩვენ ისედაც ყველანი ერთიანი ვართ, როცა საქმე ეხება ჩვენი საუბარი ერთი ძალის გამოსხივებაზე, ძალის ცენტრი იყოს, ერთი ალტერნატივა ყავდეს ქართულ ოცნებას. ნახეთ, ეგ არის ძალის ცენტრის მიმართულებით, ანუ შეთანხმების მიმართულებით, ყველანი უნდა ერთ პოზიციაზე ვიყოთ, ცხადია გლობალურ საკითხთან დაკავშირებით და ისედაც ვართ, რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას, რიგ გარეშე არჩევნების ჩანიშვნას, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამასობაში ვემზადებოდეთ აი ამ პოლიტიკური ველისთვის, რადგანაც ქართული ოცნების ქმედებების შედეგად პოლიტიკური პროცესი დღეს ქვეყანაში მკვდარია, ანუ კონკრეტულად ჯერ საქართველოს პოლიტიკურ პარტიად არ დარეგისტრირების ამ მომენტშიც ვითარება გამომდინარეობს იქედან, რომ პოლიტიკური პროცესი როგორც ასეთი საქართველოში ახლა არ არსებობს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გარკვეულწილად გაჯანსაღება და ჩამოყალიბება ახლიდან აი პოლიტიკური ველის, სადაც პრიორიტეტი და თვითმიზანი არ არის ერთი სუბიექტად ყოფნა, პრიორიტეტი და მიზანი ჩემი აზრით და ჩემი ჯერ საქართველოში ყოფნის მიზეზი ზუსტად ის არის. ანუ როგორც ხედავთ, აქ ცოტა განსხვავებული არა განსხვავებული. ხო, დავასრულებ წინადადებას. უბრალოდ უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ალტერნატივა და ამ გუნდში სწორედ ასეთი კადრები და ძალიან ბევრი ასევე სხვა ამ ორგანიზაციაში, ვისაც შეუძლია ჩამოყალიბოს რეალური ალტერნატივა ქართული ოცნებისთვის. ანუ შეთანხმებაში შემოდიან სხვადასხვა აქტორები. ჩვენ მრავალფეროვნება გაგვაჩნია ამ პოლიტიკურ ველზე, ასევე საზოგადოებრივ ველზე. აი ეს სხვადასხვა აქტორები, რომლებიც ასე ვთქვათ, აქეთ მხარეს ვინც ვიბრძვით ჩვენ, პროდემოკრატიული, პროევროპული ძალები ვინც ვართ და
ანუ ბრძოლაში ვინც ვიმყოფებით, აი ესენი უნდა შევთანხმდეთ ერთმანეთში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანუ ვიღაცამ თავის იდენტობა უნდა დათმოს, ან რაღაცა აქ იდეოლოგიური ჭრილში შეთანხმებაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის შეთანხმება, როგორ ვიბრძვით, რო გავიმარჯვებთ, მე ქვეყანა როგორ უნდა დავალაგოთ, ახალ არჩევნებამდე როგორ უნდა მივიდეთ და როგორ უნდა შევქმნათ ის გარემო, სადაც აი ეს პოლიტიკური ძალები, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ფარგლებში შეძლებენ ერთმანეთში ჯანსაღ კონკურენციას, რომ მივიღოთ რეალურად დემოკრატიის, ასე ვთქვათ, წინაპირობა, რომ ეფექტურ დემოკრატიაზე გადავალთ. და ამ არჩევნების მერე გვექნება ახალი დემოკრატიული გარემო, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული. აი ეს ამბავი არის ახლა, ვინაიდან ჩვენ ახლა წინააღმდეგობის საჭიროებების ირგვლივ თანხმდებით და ეს არის შეთანხმება და არავითარი, ანუ აქ არ იგულისხმება ის გაერთიანება, რომელიც დიდი დიაპაზონია შეთანხმებასა და რაღაცა მონოლითურ გაერთიანებას შორის. ჩვენ გაერთიანებებამდე ჯერ უნდა განვითარდეთ, ასე ვთქვათ. აი ამ ეტაპს რო გავივლით, მერე შეიძლება ძალიან საინტერესო ერთობები მივიღოთ კიდევაც და ახალი ტიპის საზოგადოება მივიღოთ. ხო, ну მოკლედ გრძელი გზა გაქვთ, როგორც ხვდებით. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი ტუმასიანი, პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი და დავით გუნაშვილი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი იყვნენ ჩვენი სტუმრები. დაგვეულდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო თემებზე საუბარს და ტრამპის პოლიტიკაზე, კონკრეტულად ჩვენი სტუმარი ვალერი ჩეჩელაშვილი იქნება და მასთან საინტერესო დიალოგი გელოდებათ. მაშასე ჩვენ დაბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრესდიგერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა ბრიფინგზე. ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზა ლიბერალიზაცია და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ამასთან პრესდიგერმა გაიმეორა ორეტაპიანი მიდგომის შესახებ და აღნიშნა, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ორეტაპიანი მიდგომა პირველი ეტაპი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება, ასევე არის შესაძლებლობა გარკვეულ მომენტში თუ უკუსტვა გაგრძელება მთლიან მოსახლეობაზე გავრცელდეს, ანუ ყველამ დაუკარგოთ შეიძლება უვიზო მიმოსვლა, თუ საქართველოს ხელისუფლება იგივე კურსს გააგრძელებს. ასევე ილხამ ალიევმა გააკეთა დავოსში განცხადება, მივიღეთ მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტთან დაკავშირებით. ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღესაც პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება ტვირთების გადაზიდვა და პირიქით აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლითო და შეიძლება ეს სატრანზიტო ფუნქციაც ერთ დღეს დაუკარგოთ ან შეგვიბცირდეს, ასეთი პერსპექტივის წინაშე ვართ. ну, ვიცით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტრამპთან დაკავშირებით ჰქონდათ იმედები ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ ხედავთ რომ ურთიერთობა ტრამპმა ფაქტობრივად ყველასთან დააწყო, ეხლა ღაზას მშვიდობის საბჭო შექმნა, ტრამპმა იქ მიიწვია ყველა ფაქტობრივად ლუკაშენკო და პუტინიც კი, მათ შორის ალიევიც, ფაშინიანიც, ან სომხეთის და აზერბაიჯანის, მაგრამ საქართველოს იქაც არ აღმოჩნდა მიწვეულთა შორის. რა პერსპექტივა გვაქვს აი ამ турბულენტურ საერთაშორისო ვითარებაში, ამაზე ვისაუბრებთ. ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი იქნება ჩვენი სტუმარი. ბატონ ვალერი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში როგორ შეაფასებთ ჩვენს მდგომარეობას აი ამ სიტუაციაში, აი თუნდაც მარტო დღევანდელი ამბებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა მე წავიკითხე. დიახ, სამშვიდობისა, ну, ზოგადი შეფასება არის ის, რომ ის დესტრუქციული პროცესები გრძელდება საქართველოს ირგვლივ და საქართველოს დიპლომატიის ირგვლივ. ამაში გულისხმობ იმას, რომ პრინციპში ჩვენი ადგილი და როლი, ისევე როგორც ავტორიტეტი და რეპუტაცია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში კნინდება, ჩვენ უფრო ნაკლებად გვაქცევენ ყურადღებას, იზოლირების ხარისხი ღრმავდება და აქედან გამომდინარე ყველა შედეგს ვიმკით, მათ შორის იმას, რომ ჩვენ არ გვპატიჟებენ დავოსში, არ გვპატიჟებენ რაღაც სამშვიდობო საბჭოებში და რაღაც რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი იქ მონაწილეობას მეორე საკითხია, მაგრამ დავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენ ამისთანა მაგისტრალური, სერიოზული მიმდინარეობების გარეთ ვრჩებით, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ არანაირი სტრატეგია არ გაგვაჩნია საერთაშორისო ურთიერთობებში. მე არ გულისხმობ იმას თქვა, ცუდი თუ კარგი. მე ვამბობ, რომ არანაირი, იმიტომ რომ სტრატეგიაში თუ არის ის, შეიძლება მე შეაფასო და თქვა, რომ ის არ ვარგა, ან კარგია, ნაწილობრივად კარგია, ნაწილობრივად ცუდია, მაგრამ როგორც ესეთი, როდესაც სტრატეგია არ არსებობს, არც ოფიციალურად დამტკიცებული დოკუმენტი და არც შესაბამისად, ანუ თქვათ, გამოხატული რაღაც მწყობრ ქმედებებში, რომელიც ემსახურება რაღაც მიზანს. ხო, ну, ეს თავდება ისე როგორც არის და
ეს ძალიან სამწუხარო ვითარებაა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ქართულმა ოცნებამ, რომელიც ფლობს ახლა ყველა ინსტრუმენტს სახელმწიფოში, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ არენაზე, უნდა საკუთარი დასკვნები გააკეთოს და ეს პირველ რიგში, პრაგმატულად ქართული ოცნების წევრების ინტერესებშიც არის, იმიტომ რომ ძალიან უახლოვდებიან უკვე რაღაც სერიოზული სანქციების ტალღას. პირდაპირ მინიშნებებიც არის, მათ შორის ეხლა ჩვენ ეს გავიგონეთ დიდი ბრიტანეთიდან, ეს ძალიან სერიოზული ქვეყანა, მინისტრმა, ევროპულ საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკუსვლა დემოკრატიის და უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები მთავრობამ, იქ იყო ლაპარაკი პატიმრებზე, კანონებზე, მაგრამ ყურად აღიღებს ამას ქართული ოცნება და ეს ძალიან სახიფათო თამაშად მიმოჩნდა. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება იყოს ჩვენი პერსპექტივა იგივე ტრანზიტისთან დაკავშირებით? ხო, ხა ეკონომიკური ფუნქცია გქონდა ჩვენ, ხო? აქ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო ასე ვთქვათ გზა, მაგრამ დღეს ხედავთ რომ ხა ალიევი რასაც ამბობს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი სომხეთზე გადაინაცვლოს და სომხეთიდან რუსეთში მომავალმა ტვირთებმა კიდე არა ლარზე გაიაროს, არამედ გაიაროს აზერბაიჯანის გავლით. რაღაც ხელოვნური პრობლემებიც ექნებოდა, ხო? ეხლა მე გახსოვს რამდენიმე კვირის წინ სომხებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ მათ ტვირთებს აყოვნებენ ჩვენთან საბაჟოზე ძალიან დიდხანს. ყველასთან რატომ გაიფუჭეს? რუსეთთანაც კი შეიძლება ვისაც საუბარი იყო, რომ აი რუსეთთან აქვს კარგი ურთიერთობა ქართულ ოცნებას, რუსეთთანაც კი აღმოჩნდა, რომ შეიძლება ესეთი ურთიერთობა არ იყოს, იმიტომ რომ აგერ ვნახეთ ახლა განცხადებები რუსეთის მხრიდან, რომ საქართველოს ხელთიც უქნებდნენ იქ რაღაც დონბასის გაცემული პასპორტებით მოქალაქეები ლარშიაზე არ შემოუშვეს და იქაც კი არ არის ბოლომდე ხო გარკვეული როგორც ჩანს ოცნებისთვის სიტუაცია. ჩინეთთან არ ვიცი რამდენად არის დაალაგებული, იმიტომ ანაკლიის სპორტში უნდა შემოსულიყვნენ, იქაც ჩინელებიც არ შემოვიდნენ და ვისთან არიან დაალაგებული ან სადავართ კიდევ ერთხელ დავსვამ ამ შეკითხვას. ხო, ეს არის ზუსტად რისი თქმაც მინდა რომ ჩანს რომ სტრატეგია როგორც ესეთი ჩამოყალიბებული არც ერთი მიმართულებით არ არის. თითქოს და რუსეთთან რაღაც შემწყნარებული პოლიტიკის და რაღაც ენის ლექსიკონის დარბილებით და რაღაცა ვთქვათ, რაღაცის მიღწევა გვინდოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე იქიდან ვიღებთ ცივ შხაპს, რომ არანაირი ვთქვათ, შეეშვით ოცნებებს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მაგრამ რუსეთთან მიმართებაშიც იღებენ ძალიან ასე ვთქვათ, ამ ნარატივიდან ამოვარდნილ გადაწყვეტილებებს, რასაც მე მივესალმები სრულიად, მაგალითად, როგორც ცალკე აღებული დიპლომატიური ქმედება, ის არის ძალიან კარგი. გულისხმობ მაგალითად გაერთიანებული ერების რეზოლუციის მხარდაჭერას უკრაინელი ბავშვების დაბრუნების თაობაზე და ჰააგის ახალი კონვენციის ხელმოწერას რეპარაციებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა უკრაინას უნდა გადაუხადოს და ძალიან გააღიზიანა სხვათა შორის ეს რუსეთმა. სხვათა შორის აზერბაიჯანმა და სომხეთმა ამ ორ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ისე ცნობისთვის. ამიტომ თანმიმდევრული სტრატეგია არ არის, როგორც ეს, ამიტომ ამ ანალიზსაც ვერ შეუდგებით, იმიტომ რომ მისთან შტაბ-ბიჭდება მექნება თითქოს არის რაღაც სიტუაციური გადაწყვეტილებები, რომელიც სხვადასხვა დონეზე მიიღება და რაღაც მწყობლი ხასიათი ამას ყოველივეს არ აქვს. ეს გამოიხატება მათ შორის სატრანზიტო საქმეებში, იმიტომ რომ საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ამ სამხრეთ კავკასიის დერეფნის სივრცობრივი ლოგიკა უნდა განვავითაროთ ჩვენ და არა დერეფნების ლოგიკა. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი ვითარება სამხრეთ კავკასიაში, როდესაც ნებისმიერ თვითმფლობელს იქნება ეს ჩვენი სამი ქვეყნის წარმომადგენელი თუ გარე ბაზრების წარმომადგენელი, ექნება სრული გარანტია, რომ სამხრეთ კავკასიის ნებისმიერი ერთი წერტილიდან სამხრეთ კავკასიის მეორე წერტილამდე ნახიჩევანის ჩათვლით და სომხეთ, აზერბაიჯანი, საქართველოს და ამ შემდეგ ტვირთი გადაიგზავნება უსაფრთხოდ, სწრაფად და კონკურენტულ ფასად. ამ პირობებში მე ვფიქრობ, ჩვენ იმდენ სატრანზიტო ტვირთს მივიღებთ, რომ ის ეყოფან ნებისმიერ დერეფანს, სომხეთზე გამავალს, აზერბაიჯანზე, საქართველოსზე და ამ შემდეგ, მაგრამ ამას უნდა წყობრი, კომპეტენტური, პროფესიონალური მუშაობა და სამხრივი თანამშრომლობა, სამხრივი პლატფორმის ჩამოყალიბება და თანამშრომლობა.
და ზოგადად კი ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ ჩვენ მოგვიწევს სერიოზულ კონკურენციაში შესვლა. და ეს არ არის ცუდი, ეს ნორმალურია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად აღდგება სარკინიგზო კავშირი სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, სომხეთს და თურქეთს შორის, ეს ჩამოაყალიბებს ახალ სატრანსპორტო საკომუნიკაციო რეალობას სამხრეთ კავკასიაში და რა თქმა უნდა ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვექნება ჩვენი ადგილი ამ პროცესში, მაგრამ აი როგორი ადგილი გვექნება და რამდენად დავიკვირდეთ ჩვენ ამ ახალ რეალობაში ჩვენ ადგილს და განვახორციელებთ ჩვენ ინტერესებს, ეს უკვე იქნება ჩვენზე დამოკიდებული და ისეთი პოლიტიკით, რომ არ ველაპარაკებით დროულად არც სომხებს, არც აზერბაიჯანს, უქმნით პრობლემებს, ჯერ სომეხ გადამზიდავებს, მერე აზერბაიჯანელ გადამზიდავებს, მერე სატრანზიტო საკითხებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები იქნება და მე რაღაც უხერხული გადაწყვეტილებები მტკიცდება, რომელსაც არ აქვს სისტემური და ასე ვთქვათ, გრძელვადიანი ხასიათი, იმიტომ რომ არ არსებობს სისტემური მუშაობა ჩვენ ორ კეთილმეზობელთან. აი აქედან გამომდინარე იქნება რაღაც ხიფათები და ამ ხიფათებს უნდა ავარიდოთ თავი ძალიან ჩვეულებრივი ნორმალური სისტემური მუშაობით ჩვენ მეზობლებთან და რაც მთავარია მოვიდა დრო რომ სამხრივი პლატფორმა განვავითაროთ ურთიერთობების. ამის ყველა წინაპირობა არის სახეზე და რატო არ ვსარგებლობთ ამ შესაძლებლობებით ნამდვილად ვერ. ხო, თითქოს რაღაც აი ყველაფერს გამოვეთიშეთ, ერთადერთი არაბულ ქვეყნებთან აქვთ მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობა და იქ რაღაცა კვირაში ერთხელ ვიზიტები არის არაბეთში და იქედან აქეთ ასე ვთქვათ. და ნუ ეს არის რაღაცა მაქსიმუმი ამ ეტაპზე, რაც შეუძლია ქართულ ოცნებას. აი, ესეც სიტუაციურია ბატონო მერაბ, იცი რა, ესე იგი, ანუ გრადობას და სტრატეგიას ვერ ვხედავ, თორემ ურთიერთობები ყველასთან უნდა გქონდეს შენ ნორმალური და დაალაგებული და განვითარებადი და ნუ ურთიერთსასარგებლო ერთი ოპონენტი გყავთ ჩვენ რომელთანაც რთულია ურთიერთობა, იმიტომ რომ ოკუპანტი ქვეყანაა და არც კი უშვებს იმას რომ რაღაც სახით შეიძლება ტერიტორიულ მთლიანობაზე ჩვენ დავილაპარაკოთ, თორე დანარჩენ მეზობელთან ყველასთან ბრწყინვალე ურთიერთობები გქონდა ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა ასე შემდეგ. სად გაქრა ეს, რომელ ქვიშაში დაიკარგა? ეხლა იმიტომ რომ მარტო სადღეგრძელოები და დეკლარაციები ეს არ არის, ეს არის სისტემური მუშაობა ყველა დონეზე, ყველა ჰორიზონტალზე, უმაღლეს დონეზე, საშუალო დონეზე და ასე შემდეგ, საელჩოები, სექტორალური თანამშრომლობა. აი ამ სისტემურ მუშაობას ვერ ხედავ. ხოლო რაც შეეხება აი არაბებთან ურთიერთ ძალიან კარგია ეს ინვესტიციებიც ყველაფერი, მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და გასაგები. სხვათა შორის მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ტელემაყურებლებს უთხრა რომ 7 რიცხვში ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე შედგება ძალიან საინტერესო ღონისძიება, ფაქტებზე დაფუძნებული პროფესიონალური საუბარი აი ამ არაბულ ინვესტიციებზე გონიოსა და ორთაჭალაში, სადაც აი მინდა რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაუპატიჟო, ძალიან სერიოზული დიალოგი იქნება და ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, გამოსვლები არის იქ დაგეგმილი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებს. საინტერესოა კი ბატონო და ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ ტრამპის პოლიტიკაზე ზოგადად. ეხლა აი ეს ღაზას მშვიდობის საბჭო საერთოდ რა ფუნქცია აქვს ეს რო ახსნათ და ყველა რატო მოხდა ლუკაშენკო და პუტინიც კი და ალიევიც და საქართველოს რატო საერთოდ არ გაახსენდა ეს რა პოლიტიკის ნაწილია და მე ზოგადად რაც ხდება ეხლა გრენლანდიასთან დაკავშირებით ეხლა დავოში არის ჩასული და ამბობს რომ ერთი ყინულის ნაჭერს ვითხოვო და რა მოხდა მე მომეცითო ესეთი განცხადება გააკეთა. ხო, ნუ ეხლა ჩვენ ეხლა სერიოზულ გამოცდას გადის ტრანსატლანტიკური პარტნიორობა. ხო და მაგრამ მე ფიქრობ რომ ესე იგი ალტერნატივა ამას არ აქვს. ეს იმდენად არის დაკავშირებული ერთმანეთთან ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ასე შემდეგ, იაპონია თუგნება როგორც ერთიანი ცივილიზებული სამყაროს ნაწილები, რომ ალტერნატივა ამას ნამდვილად არ აქვს. ნუ მაგალითად, ხო, ეხლა ევროკავშირმა ამერიკელების მხარდაჭერით და დახმარებით თავი დააღწია რუსეთთან დამოკიდებულებას ენერგო რესურსების მომარაგების კუთხით. ანუ მაგალითად გაზის მომარაგებას ამერიკელები ახდენენ დღეს ევროპის, მაგრამ ამაში იღებენ საკმაოდ დიდძალ
მოგებას, ესეც უნდა აღვნიშნოთ. მეორეს მხრივ, ანუ მარტო ევროკავშირს ხელთ აქვს, ანუ ფლობენ ამერიკელების, ამერიკული მთავრობის სავალო ვალდებულებების დაახლოებით 8 ტრილიონის ოდენობის ფასიან ქახალდებს, ხო? 8 ტრილიონი ეს არის, დაახლოებით ამერიკის ბიუჯეტის მოცულობა. ეხლა ამას დაამატეთ დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია და ასე შემდეგ. ხომ ეს არის ძალიან სერიოზული ბერკეტი. ეხლა ვაჭრობა, ტრილიონობით ვაჭრობა არის ამ ცენტრებს შორის, მომსახურეობის, საქონლის და ასე შემდეგ. ამიტომ ამას ალტერნატივა არ აქვს. მე ვფიქრობ, გრენლანდიასთან დაკავშირებითაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ეხლა გამოურიცხავ სრულიად, რომ იქ რაიმე სახის სამხედრო ოპერაცია სრულიად გამოურიცხავ. ტრამპს თქვა, რომ ძალის გამოყენებას არ ვაპირებო, მაგრამ ხო, მომეცით ყინულის ნაჭერი. არა, მეორეს, ეხლა ტრამპსაც მაინც და მაინც თანმიმდევრულობა არ ახასიათებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოურიცხავ იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი თანხმობას სენატიდან და ზოგადად კონგრესიდან საიმისოდ, რომ რაიმე სახის სამხედრო ოპერაცია აწარმოოს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ევროპელი პარტნიორების საწინააღმდეგოდ. ეხლა ძლივს გავიდა ეს რეზოლუცია ვენესუელასთან დაკავშირებით, ის იმიტომ მხოლოდ რომ GDP-ს ჰქონდა გადაწყვეტი ხმა, თორე ისე 50-50-ზე განაწილდა. ეხლა რეზოლუცია რამოდენიმე დღის წინ კონგრესის სენატი ითხოვდა იმას, რომ ტრამპს პრეზიდენტს აეგრძალოს ნებისმიერი სახის სამხედრო ოპერაციის ჩატარება ვენესუელაში, თუ არ იქნება სენატის თანხმობა და ეს ვენესუელაში, სადაც ასეთი ბრწყინვალე ოპერაცია ჩაატარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამიტომ ევროპაში ეს სრულიად გამორიცხულია და ბოლო-ბოლო, ესე იგი, ეს გრენლანდია არის ფართობი მისი არის 2.166.000 კვადრატული კილომეტრი. შედარებისთვის მთლიანად სამხრეთ კავკასია არის 185.000 კვადრატული კილომეტრი. ეხლა მაინც და მაინც ამ ვთქვათ, ტრამპი რითი ასაბუთებს ამას, რომ ესე იგი იმ თავდაცვითი ინიციატივისთვის, რასაც არქმევს ოქროს გუმბათს, აუცილებელია კომპონენტები გრენლანდიაზე და ეს უნდა იყოს ფლობელობაში. ბოლო-ბოლო შეიძლება რაღაც რამოდენიმე 1000 ან 50.000 კვადრატული კილომეტრი იმ 2.166.000-დან მიყიდონ ან რაიმე სხვა ფორმა გამოიძებნოს რეფერენდუმის საფუძველზე და ასე შემდეგ. ეს ერთ-ერთი გამოსავალი იქ სამართლებრივი მექანიზმებიც და დოკუმენტებიც არსებობს დანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კიდე წინა საუკუნეში ხელმოწერილი, რომელიც სრულიად აქ ტრამპს უნდა რომ მთელი კუნძულის დაცვა არის საჭიროო და აქ უნდა დაზღვეული ვიყოთ იმისგან, რომ ჩინეთს არ მიყიდიან რამეს ან რუსეთს და რუსეთი არ შემოვა და ჩინეთი. ამიტომ უნდა მთლიანად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად არის ასევე ევროპელების პოზიციის დატესტვა, ასე თქვა და მათი მდგრადობის ხარისხის დატესტვა, თუ როგორ და რას გააკეთებენ, როგორ მოიქცევიან. ეხლა აი ზუსტად რომ ემზადებოდი ერთ-ერთი შემოსასვლელად უსმენდი ზუსტად ტრამპის გამოსვლას და გრენლანდიაზე რომ მივიდა, მაშინ შემოვედი ეთერში, ამიტომ ვერ მოვისმინე კარგად რა თქვა ტრამპმა, მაგრამ აი ეს თქვა, რაც გითხართ, რომ მოყებას არ ვაპირება, მაგრამ ერთ ყინულის ნაჭერს ვითხოვო, მეც ხო არაფერს. ხო, ერთ ყინულის ნაჭერს, რომელიც არის კონტინენტალური ამერიკის დაახლოებით მეოთხედი. კი ბატონო. კარგი, ნახოთ როგორ გამითარდა ეს მომენტი. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ სტუმარი იყო ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე გემშვიდობებით.